მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ. სასიამოვნო იყოს თქვენი შემოგბრძანება ჩემს არხზე. მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში თქვენი გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ჩემთვის ეს სტიმულია, რომ ჩავწერო მეტი. ანუ ესე იგი ყურებადია ეს ჩემი კონტენტი და ჩემი ვიდეოები და ჩემი პროგნოზები. ჩემი რა? ეს არის ერთი კოლექტიური ენერგოსაინფორმაციო ველი, წყარო, საიდანაც ვიღებთ ინსტრუმენტებით ინფორმაციას და ვისაც შეგვიძლია კითხვა და გვაქვს ანალიტიკური გონება, შეგვიძლია გავიგოთ ის, რაც არ შეუძლია სხვას. მოკლედ მე ხალ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, იცით, 3 მარტია, სიცხლე მთვარის დაბნელება, რაც მოასწავებს ძალიან ბევრ რაღაცას, ნუ ეხლა ნახავდით, ხო, ინტერნეტში ასტროლოგების პოსტებს, დადებულებს. მე უბრალოდ ჩემი ინტერპრეტაციით მინდა გითხრათ რა არის. ჩემი შეგრძნებით, ჩემი გრძნობით, ჩემი თვალთახედვით, ჩემი ანალიტიკური გონებით. ანუ ხო მძიმე დღე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ისეთი კატასტროფული დღე არ იქნება. ნუ შეგეშინდებათ ჯერ ერთი. მერე მეორე ბევრი წყალისვით. რეკომენდაციები არის ასეთი. მეტი სიჩუმე. არ უყუროთ ახალ ამბებს. არ შეხვდეთ ტოქსიკურ ნეგატიურ ადამიანებს. თუ არ გახვალთ გარეთ და სახში იქნებით უკეთესია. თუ ჩართავთ კლასიკურ ან მაღალვიბრაციულ მუსიკას. დილიდანვე ანთეთ სამთელი ილოცეთ. წაიკითხეთ ფსალმუნები. დავითის ფსალმუნი 50-მე, 90-მე, 26. და ჩვეულებრივი ლოცვები, მამაო ჩვენო, შეგიძლიათ თქვათ, ღვთისმშობელო ქალწულო, მოკლე და თუ მაინც არ შეგიძლიათ ეს მოკლეც, უბრალოდ უფალო შეგვიწყალენ. ეს მოკლე მთელი დღის განმავლობაში იმეორეთ, რომ არ დაგეწყოთ შფოთვები. თუ რაღაც ისეთი წამოვიდა, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირი სიმპტომები აღენიშნება, უფრო საღამოსკენ, დილით და დღისით არ ამგონია საღამოსკენ. მოიმარაგეთ ჩვეულებრივი, რო იყვნენ კაპლები, აი ვალერიანის, კატაბალახა, მელისა არის ძალიან კარგი, ბარამბო, ჩაი გვირილის, პიტნის წვეთებით ძალიან შველის და ბალახეულია და შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი. მოკლედ ეხა ამ რეკომენდაციებს რატო ვაკეთებ? ოდითგანვე იყვნენ მოგვები, ვარსკვლავთ მრიცხველები, ვინც დებდნენ პროგნოზს. მაგალითად, ვახტანგ მე-6-ს აქვს თავისი ნათალური რუკა გაკეთებული მე-6 საუკუნეში. მას ყავდა მისი ასტროლოგი, მისი ვარსკვლავთ მრიცხველი, ალქიმიკოსი, ეზოთერიკოსი, მაშინდელი. როგორც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველა მმართველებს, დიდი სახელმწიფოს მმართველებს ყავთ უფრო სწორად აი ესეთი ადამიანები. ის ვისი სახელის ხსენებაც არ მინდა და ჩვენ დიდი ქვეყანა როა და მტერი როა და ბაბაიას რო ვეძახით, ხო, დათვის სახელით. აი იმის უფროსსაც, ხო, მონღოლური აღნაგობის მიხვდებით, ალბათ ხო მიხვდებოდით ვიზეც ვიძახი. რო განაგებს და ჩვენი ტერიტორიები აქ წაღებული, დიახ, ოკუპანტია. აფხაზეთი წამართვა ყველაფერს თავი დავანებოთ, მოკლედ. მასაც განა მარტო ესეთი ადამიანები ყავს, არამედ მან სკოლა გახსნა ოფიციალური მეტაფიზიკის და როგორც მეცნიერები, ფიზიკოსები, მეტაფიზიკოსები, ასევე ექსტრასენსები და ესეთი არაორდინალური
აი ესეთი დაჯილდოებული, ხო? გამორჩეული ადამიანები ყავს და აი ფაქის სივრცეში ამუშავებს ყოველდღიურად და ყავს ჯგუფურად ჩართული მისი ტერიტორიების, მისი სადაც ზის იქ კრემლია თუ რაც ქვია. ანუ გესმით რაშია საქმე? ბრძოლა მარტო ხილული არ არის, ჩემო კარგებო, ბრძოლა უხილავიც არის. და იმ სამყაროში რო ხდება, აი მერე ჩამოდის უკვე აქ და მატერიალისტება, ანუ იქ სავარაუდოდ უკვე ბრძოლა მოხდა ზემოთ. ომი. და დაიწყო ახლა აქ პროცესები. და ამას ყოველთვის ციური ვარსკვლავები, პლანეტები და ვინც იცის, ხო? აი ესენი გვამცნობენ, იმიტომ რომ ბიბლიაშიც, აპოკალიფშიც, წმინდა წერილშიც ნახსენებია, რომ მინიშნებებს მოგცემ თვითონ სამყარო, ანუ თავისი რაც ხდება ახლა, ხო, ეს პროცესია, ჩემო კარგებო, მიწისძვრები, წყალდიდობები, საშინელი ზამთარი, ყინვები, ანუ უშუალოდ მთლიანად ვიცახი. ეს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, ახლა ვინც დაიბადა ხვალინდელ დღეს, ნახეთ, იმისთვის განსაკუთრებით 3 მარტს დაბადებულებისთვის არის ეს მძიმე პერიოდი. ვინც მაგ დღეს დაიბადა და ისინი იგრძნობენ ამას, რომ ეს არის კარმული, მათთვის ძალიან დიდი კარმული წელი იქნება, ანუ თუ რამე დააშავა ვინმესთან. არა კეთილსინდისიერად მოიქცა, ხა ნახეთ, უშეცდომო არავინ არ ვართ. ყველა ვართ ცოდვილები, ვინც ვართ აქ. ყველას მოგვსულია შეცდომა და ამას ვაღიარებთ, ხო? და ვინანიებთ და ვცდილობთ, რომ გამოვსწორდეთ. ეს ბუნებრივი ადამიანური ბუნებაა, დაცემული ბუნება, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. გვინდა თუ არ გვინდა, ასეა, მანკიერებები, ვნებები ყველას გვაქვს, ხო? მაგრამ 3 მარტს დაბადებულებს, რატომ ექნებათ ახლა ეს პრობლემა, ნახეთ, ზუსტად მაგ დღეს არის. და პირდაპირ მაგ დღეზე მიანიშნებს მაგ დროს დაბადებული ადამიანებისთვის, რომ იქნება კარმული, ანუ თუ რამე დააშავა ამ ადამიანმა, თუ რამე არასწორად ჩაიდინა, თუ ვინმე ცხოვრებაში ჩაერია, ან ვინმე რამეს მოპარა, გაძარცვა, კიდე როგორ შეიძლება წაართვა, როგორც ადამიანი, ნივთი და ასე შემდეგ, ყველაფერი შეიძლება ამაშივე გულისხმოთ. ანუ აი 10 მცნება რაც არის და სამყაროს კანონების მიხედვით თავისუფალ ნებაში ჩარევა, ანუ როცა შენ სხვას დაუნგრევ ოჯახს და რაღაცა ხო გამოიწვევ კონფლიქტს შენი შეჭრით, როცა შენ იქ არავინ გელოდება, ან რაღაცა შენი პირადი ინტერესების გამო, ვთქვათ, ან ფული გინდა, ან სამსახური გინდა, ან რაღაცა ინტერესი გაქვს, ხო? და რო იტყვიან შეაბა ის ვიღაც ფულიანი და ამ დროს იმას ოჯახი ყავს და ანუ შენ უკვე ინტრიგნობაზე გადადიხარ, ანუ ძალიან ბევრი რაღაცის ჩამოთვლა შემიძლია. ხა ჯვარი გვწერია ამ ყველანაირი აი ესეთი მანკიერი და ამაზრზენი საქციელისგან, მაგრამ დღეს უმრავლესობა ხო ასეა დაკავებული, ხა ვთქვათ სიმართლე. ჩვენს ირგვლივ და ასეც ჩადიან და ასეც იქცევიან. ნუ ბევრი, არა თქვენ ვინც მიყურებს. ბევრი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები შურით სკდებიან, რა ვიცი და ნუ შეიძლება არ დაუშავო ადამიანს ფიზიკურად, მაგრამ ნუ თვალი დაადგა, ხო? შეგშურდეს მისი და ესეც ნეგატივია. ფაქის სივრცეში ესეც ნეგატივია და 10 მცნებას არ ღვევ ყველა ვარიანტში. შენ როცა იჭრები სხვის ცხოვრებაში და იმას რატო ყავს ვთქვათ ფერარი და მე ესე იგი ჟიგული ან რაღაცა ოპელი. ან იმას რატო აქ რა ქვია საკუთარი სახლი და მე ესე იგი ერთოთახიანი გლდანში, ანუ გესმით რაშია საქმე, იმას რატო ყავს ჩემზე ლამაზი ცოლი და მე ვთქვათ აი ესეთი სწერვა.
ანუ პირობითად მინდა ეხა ეს მაგალითები მომყავს. ესეც კი ცოდვაა, ნახეთ. ესეც კი შენ ხო უბრალოდ თქვი. ანუ შენ ხო უბრალოდ ემოციონალურად თქვი და მოგინდა ის სხვა. უკვე, ანუ ცოდვაა, ეს ჩვენი ფიქრებიც კი ესმით, არათუ საუბარი, არათუ მოქმედება. და აი ამ კარმულ სიტუაციაზე, ვინც არის სამში დავადებული, ანუ ძალიან მაგრად ჩაარტყავენ პირდაპირ. იყო პერიოდი, როცა წმინდა მამებთან დავდიოდი. და იქ ანუ ამეხსნეს მონასტერში წმინდა ბერთან, დაყუდებულ ბერთან, ან არიან ესეთი ადამიანები, მადლობა ღმერთს, გვიმრავლოს ღმერთმა. 3 დღე უნდა იმარხულო. მარხვა რას ნიშნავს, ნახეთ? ნუ ხორცი არ უნდა ჭამო არანაირი, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ჭამაზე არ არის, მუცელზე არ გიყურებს ღმერთი, შენ რა შეჭამ. მარხვა სხვა რამეა, დაუკვირდე შენ ფიქრებს, აზრებს, სიტყვას, ანუ ის 3 დღე არავისთან არ უნდა იჩხუბო. არავისთან კომპლექტი არ უნდა მოგივიდეს, ანუ მტერიც რო გამოგეცხადოს. თქვათ დაგაბრალონ ის, რაც არ ჩაგიდენია, ცილი დაგწამონ, ხო? ხმა არ უნდა ამოიღო. გესმის? ახლა ვისა აქ, ვის შეუძლია? ხო? აი მომიყვანეთ ჩვეულებრივი მიწიერი ადამიანი, ვინც ამას ყველაფერს მოითმენს და მერე რა გართობაზე და რა რესტორნებზე და რა, ვთქვათ, ცეკვა თამაშზეა საუბარი, რომ მიდიხარ მოსალოცად მონასტერში ბერთან. დაყუდებულთან, ისეთთან, გულთამხილავთან, რომელიც ხედავს შენს ცხოვრებას, რენტგენივით ხედავს შენ და იცი შენ ყველაფერი, ანუ შენ სინანულით უნდა მიდიოდე მასთან. შენი ცოდვების სინანულის განცდით. თუ შენ სინანული არ გექნა, ის არ მიგიღებს. მთელი დღე რო იგიდგე, კარს არ გააღებს და არ მიგიღებს. ანუ არის რაღაცა ყველა სიტუაციას აქვს თავისი კანონები და რა თქმა უნდა იერარქია ყავს ყველაფერს. ასევე იქაც, აქაც ყველაფერი იერარქულად არის დაყოფილი. და წარმოიდგინე შენ როცა ფიქრობ ვინმეზე ცუდად ან იქცევი. კაი, ფიქრს დავანებოთ, ხა ფიქრს ვერ გააკონტროლებ, იმიტომ რომ აი ძალიან ახლობელ ადამიანზეც შეიძლება მოგივიდეს, რომ აუ ეხა ეს ანუ რას აკეთებს რა. შენთვის გაიფიქრო, მაგრამ ნახე, დგას გვერდით ეს წმინდა ბერი და შენ მასთან რომც არ იდგე ახლოს იმას ესმის ეს ფიქრი, ანუ რა სირცხვილია რა, ფიქრს ხო ვერ გააკონტროლებ. ამიტომ უნდა ივარჯიშო და როგორც კი წამოვა ცუდი ფიქრი, უფალო იესო ქრისტე, ანუ წმინდა ბერებს ძალიან კარგად აქვთ აღწერილი, როგორ განვაგდოთ ჩვენგან ბოროტი ფიქრები. ნახეთ, როცა ადამიანი იწყებს სულიერ ცხოვრებას, მას ეწყება ბრძოლები, სხვადასხვა შემოტევები, სხვადასხვა ბოროტი, ნუ ვიცით, ხო? ინფერნალური არსებებისგან. მათ არ აწყობთ შენი სულიერება, შენი მოქცევა ღმერთისკენ და შენი, ასე ვთქვათ, სინათლისკენ და სიკეთისკენ წამოსვლა. ამიტომ სპეციალურად ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან გიწყებენ, ესე იგი, ბრძოლას. შენ რო ილოცავ, აი გულით ილოცები, დადიხარ, ვთქვათ, მარხვაზე ხარ ასკეზა, ნუ ყველაფერს იცავ მოკლედ. და აი მოხვედი, მოილოცე, მონასტრები, დაილოცე, ნუ იქ მოსახსენებლები შეაგზავნე, ყველას ღმერთო, აი რა ბედნიერი დღე მქონდა, ესე და უცებ რაღაცა ისეთი მოხდება, რომ აი ერთ წამში ამოგახტუნებს, აი ეს ბოროტი ახლობლის სახით, მრისხანებაში ჩაგაგდებს და აბსოლუტურად ის შენი მთელი დღის მონალოცი, სიკეთე გაკეთებული, მოწყალება გაცემული, ნუ არ ვიცი, ნალოცი, წმინდა ადგილებთან მიმთხვეული და ასე შემდეგ, აი წყალში ჩაგიყრის ყველაფერს. აი იმ ხელა ბრძოლები, ხა ბერებს აქვს დიდი ბრძოლა და შენ ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებსაც რომ გვაქვს, ზუსტად მაგიტომ ვიძახი და
ეხლა წარმოიდგინე მთელი ის პერიოდი, ვინც ეხლა დაიბადა 3 მარტს, ზუსტად 3 მარტზეა საუბარი. იმიტომ რომ მაგ დღეს ხდება ეს კარმული სისხლიანი მთვარის, ასე ვთქვათ, დაბნელება. აი ზუსტად მინიშნება მაგ ადამიანებზე. რაღაცა დააშავეს, ხა შეიძლება ყველამ არ აკაც, ყველაზე არ არის, მაგრამ უმრავლესობა რაღაც არასწორად გადაარღვიეს როგორც სამყაროს კანონი, ასევე ღვთიური კანონი და აი აჩვენებენ ხა რა ვიცი რა განსაცდელით კიდე ღმერთმა უწყის ყველას მშვიდობას უსურვებდა ყველა მინდა რომ ბედნიერი და კარგი კარგად იყოს და გაძლიერდეს მაგრამ ეს ჩვენთვის ხო სხვა ადამიანებისთვის იმიტომ რომ ყველასთვის არის ეს მთვარის დაბნელება მეწილად ყველა ზოდიაქოს ნიშანზე და ყველა ადამიანზე და მთლიანად მთელ მსოფლიოზე და სამყაროზე მოქმედებს ნიშანია ციური ნიშანი რატომ ეხა ამახვილებენ ყურადღებას ადრეც იყო დაბნელებები ვიცი ზაფხულშიც არის მოსალოდნელი აგვისტოს თვეში ამბობენ მაგრამ აი ზუსტად ეხლა აი ეს მთვარის დაბნელება იმიტომ რომ 28-ში იყო პლანეტების განლაგება ისე რომ ასტრონომიულად რაც ხდება რაღაც რამოდენიმე წელიწადში 60 წელიწადში ერთხელო რა მოკლედ და ესეც მანიშნებელია იმისი რომ რაღაცა ხდება სერიოზული რაღაც პროცესი დაიწყო რაღაც ცვლილება დიდი სამყაროსეული გლობალური რომელიც არ ვიცით ჯერ როგორ ან დასრულდება ან როდის მორჩება მაგრამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი რამე დაიწყო და ამას გვამცნობენ ციური ასე ვთქვათ, მანათობლები, პლანეტები, ვარსკვლავები, მთვარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა მზეზე რო სულ აფეთქებებია, ვიცით ეს დედამიწის ენერგეტიკა რო ძალიან და სიხშირე ამაღლებულია, ვიცით უკვე აპარატები ვეღარ ზომავენ. რაც ხდება მსოფლიოში ასე თუ ისეა, ვიცით და ესე კი რაღაცაშია საქმე, რაღაცას გთხოვს ღმერთი. გამჩენი, შემოქმედი, ხო? ადამიანო, მოეგე გონს. დაფიქრდი, ეს ერთი დღე მაინც დაუთმე შენ თელ განვლილ ცხოვრებას. შენ თავთან დარჩი. რა ჩაიდინე ისეთი, რა დააშავე ისეთი, რა გადაავლე თვალი. მერე იტყვიან არ მიმართლებს, არ გამომდის, არ არის ესე. რო არ გიმართლებდეს და არ გამოგდიოდეს. ყველა თავისი მოქმედებების მიხედვით განისჯება. შენ როგორ მოეკეცი იმას, შენ როგორ იქცევი, შენ როგორ ცხოვრობ, ეს ყველაფერი განიხილება. და იმის მიხედვით მერე მოგეცემა. ხა იტყვიან აი ცუდებიო კარგად ცხოვრობენ. არ არის ეგრე. გონიათ თქვენ უყურებთ იმ ცუდებს და იმ ბოროტებს. იმათ სული გაყიდეს, იმათ კონტრაქტი აქვთ, ისინი უკვე ის მეორე მხარეა და იმათ რა ელიტეს ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს. შენ თუ ღვთისშვილად და ნათელსულად თვლი თავს, ის როგორ ცხოვრობს და იმისთვის თუ ყველაფერი შეიძლება, შენ იმას ედრები, იმ აღვირა ახსნილობაში, იმ დამიწებულ ნებათა ასე ვთქვათ ღელვაში როა ესე ცხოვრებაში პირუტყვივით რო ცხოვრობს სულიერება რო არა აქვს ადამიანს და ისე ცხოვრობს და მარტო მიწიერი და მატერიალური მხარე აინტერესებს ის ადამიანი არ არის ის ემსგავსება პირუტყვს და პირუტყვი დღეს უკვე უფრო გონიერია და თვინიერია ვიდრე ადამიანი დღევანდელი ადამიანები მოკლედ ეს კიდე ცალკე თემა არ მინდა ეხა ამაზე განვავრცო საუბარი მაგრამ პირაძეო რატო არ გვიმართლებსო ნახეთ ბევრი ასპექტია რატო არ გიმართლებთ შეიძლება ძალიან კაი ადამიანი ხარ მარა იყო რაღაც ისეთი ან შენი საგვარეულოდან ან შენი წინაპრებიდან ან არ ვიცი ახლა დედიდან მამიდან რა ვიცი აბა ბებიიდან ბაბუიდან
ესე იგი 19 წლის ვიყავი პირველად რომ მიმიყვანა ჩემმა ნათესავმა ქალმა მიმიყვანა რა დამასწრო მამა აკაკის ეხა გარდაცვალილია მამა აკაკი ღმერთმა აწყენოს მისი სული აი კვეთებულის ლოცვაზე და მე 19 წლის გოგოს წარმოიდგინეთ წამივიდა გული და ძლივს მომაბრუნეს პირველ მისვლაზე მამა აკაკის ედო ჩემს თავზე ხელი და ესე კითხულობდა ლოცვას და აი ესე რო იტყვიან რაღაც აი იმ ვიბრაციას, აი რაღაცა ტალღებს ვგრძნობდი, რომ შემოდიოდა მამა აკაკის იმხელა ძალა ქონდა მისი ხელის გულიდან. მეორე ხელში ბიბლია იჭირა და კითხულობდა ამ კვეთებულის ლოცვას. წარმოიდგინეთ ახლა რომ მე ნახევრად გულწასული ადამიანებს ვეჭირე, ხო? პირველად და მაშინ იქ ერთმა ქალმა ნათელმხილველი იყო მოსული და რო შემომხედა ესე მითხრა შვილო შენ წინაპარსო ან ბებიასო ან ბაბუასო ისეთი რაღაც ქონდა გაკეთებულიო ჯადოზე რო აი შენზე იყო გადმოსულიო და ჩაკეტილი ქონდა ბედიო და ერთი შენი მოსვლი თუ აქო ანუ გაგხსნა მამა აკაკიმო აი წარმოიდგინეთ რამხელა ძალა აქვს ლოცვას და თქვენ რა გონიათ, რომ ეს აფირმაციები, ეს მანიფესტაციები, თუნდაც მანტრები, იგივე მანტრები, ეს უბრალოდ ისე რაღაცა ზეპირად დაზეპირებული ისინია, ტექსტებია? უნდა იცოდე, რა თქმა უნდა, შინაარსი აზრი რას კითხულობ და გრძნობაც შენი ემოციაც უნდა ჩადო, მაგრამ არ არის ეს ისე წაკითხულიც მოქმედებს, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი. დაცული გინდა იყო 26-ე, 50-ე, 90-ე ფსალმონი იკითხე ყოველდღე. არავინ და არაფერი არ შენ სივრცეში. შენ სახლში. შენ სადაც ივლი და იქნები დაცული. მოუხმე შენ ფარულ ანგელს, უთხარი, დამიცავი ყოველდღე 8 ადგები მადლობა შეწირე და უთხარი, მინდა რომ დღეს შენ მე დამიცვა. სადაც არ უნდა წავიდე და სადაც არ უნდა ვიყო. მჭირდები. დამიჯერეთ. ყველას გვყავს ფარველი ანგელოზი. სადაც არ უნდა იყო. იქნები დაცული, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო და ჩართე რწმენა. აი ეხლა თუ არ მიშველა ესეთები არ იყოს რა, თუები არ იყოს რა. თუ თქვი, ესე იგი მორჩა. იქ რწმენა არ აგაქვს. უპირობო რწმენა, ანუ შენ თუ გწამს, შეგიძლია ამთა დაძრაო მამა გაბრიელს აქ ნათქვამი ანუ რა რისი თქმა მინდა შენი რწმენით ხო ადამიანს ძალიან ბევრი შესაძლებლობები ეხსნება თუ გაგრწმენა ხო და თუ არა გაგრწმენა და ახარ უღმერთო და ათეისტი და საერთოდ არაფრის არ გჯერა მაშინ ხა ნურც მიყურებ მე ხო სიტყვაზე ვიძახი და ნურჩე მოხვალა აქ მაგრამ და მით უმეტეს თუ გაგრწმენა მაშინ ძალიან ადვილია რომ თქვა რომ აი იცი ეკლესიაში დავდივარ სანთელს ვანთებ და წამს მაგრამ არაფერი გამომდის ანუ გადახედე შენ ცხოვრებას ჯერ და მე ილაპარაკე რა გამოგდის და რა არა და თუ გეშინია კიდე რომ რაღაც არ მოგივიდეს მაშინ უნდა იყოს სწორი ადამიანი პატიოსანი ნახე შენი ქცევებიდან გამომდინარე შენი ცხოვრებიდან გამომდინარე არ მოატყუო სხვა არ გადააგდო არ უთვალთ მაქცო სიტყვაზე ვიძახი რაღაცა არ გამოსძალო ანუ აი ეს რაღაცა მანკიერებები არ გააკეთო და უბრალოდ აი სუფთა პატიოსანი ადამიანი იყავი და აი ნახავ როგორ კარგად წაგივა ყველაფერი აი ნახავ შენ თვითონ ნახავ დამიჯერე და იმ მომენტში დაგეხმარებიან, როცა აი ზუსტად რომ იტყვი, რომ აი მე ახლა რა მეშველება, ხვალ თქვათ ის კრედიტი მაგ გადასახდელი და აი წკიპზე რომ იქნები, მაშინ მოგივა იქიდან, აქედან, აი საერთოდ რო არ ელოდები. ან გამოჩნდება ის ადამიანი. აი მოკლედ რისი თქმა მინდა, იცით რომ ჩვენ მარტოები არა ვართ. და მით უმეტეს, როცა ხარ ნათელი სულის ადამიანი და ღვთისშვილი.
და პრეტენზია გაქვს, რომ ღვთის ნაწილაკი ხარ და გრძნობ ამას მთელი გულით და იძახი. შენ მარტო არა ხარ, აი ამის თქმა მინდა მე. ეხლა კიდევ ერთხელ თუ აქამდე დარჩი და მიყურე და სიამოვნებდა ჩემი საუბარი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ხვალინდელ დღეს და ხვალინდელი დღის ენერგიებს, როგორი იქნება თქვენთვის ყველასთვის. და რეკომენდაციებს, რას გვირჩევენ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში შეიძლება იყოს ცივი ეს დღე, აი გეჩვენოთ, რომ რაღაც დაბრკოლებაა, რაღაც წინააღმდეგობა, მაგრამ ნახე დაკვირვების პოზიციაში ჩაიყენეთ თავი. ანუ კარტი მაჩვენებს, რომ ადამიანებო გიყვარდით ერთმანეთი, დააყენეთ დაკვირვების პოზიცია, ანუ რას ქვია, თქვენ იყავით დამკვირვებელი და ვისაც ელოდებით იმ ადამიანს, სიტუაციას, ფინანსურ მდგომარეობას გამოგისწორდებათ. ამბავი მოდის, ოღონდ 3 მარტის შემდეგ. და ის სიტუაცია, რაზეც ნერვიულობდით, აუცილებლად გამოვა, თუ სიყვარულის ენერგიები გექნებათ ხვალ, ანუ ეცდებით, რომ პოზიტიურ მდგომარეობაში იყოთ ხვალ. აბა ვნახოთ ახლა მაინც, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და აქამდე შერჩა, აბა რას გირჩევენ თქვენ. კი, ჩაკეტილობის დღეა, უმრავლესობას ესე ჩაკეტილად ექნება სიტუაცია, თითქოს არ იცით რა ქნათ, როგორ გააკეთოთ, მაგრამ აქაც ნახეთ ემოციონალური ფონი მოდის. დაძაბულობა ადამიანზე, მამაკაცზე, ქალზე არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება განკითხვის ფიქრები წამოგივიდეთ ემოციონალურად. აი, ან მესიჯობან, ანუ მიწერმოწერა, ან რაღაცა დაწეროთ, ხო, არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თქვენ გაქვთ ძალა და შეგიძლიათ მართოთ, თქვენი თავი უნდა აიყვანოთ ხელში ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეს ადამიანი ხა, ვისაც თქვენ ელით, თქვათ, ვისაც ელოდებით, ვინც გაინტერესებთ, აი, რეალურად, აბა, გამოჩნდება და როგორ წარიმართება თქვენი სიტუაცია. არა. ჯერ არა, ყველანაირი გზა ჩაკეტილი აქვს, ჯერ. ყველანაირი გზა აქვს ჩაკეტილი და თვითონ როგორც განდეგილი ისე ცხოვრობს. მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდება, ანუ რაღაც ციკლია, ნახეთ, ალბათ, დაბნელების პერიოდია და ესეც ხო ციკლურია, როგორც თვარი, აი აჩვენებს კარმული. და დაბნელებას შეხედეთ აქ. კარმული პერიოდი, კარმული ურთიერთობა, ციკლურობა და აი ეს პერიოდი რო გადაივლის დაბნელების პერიოდი და ეს კარმული პერიოდი, მაშინ უკვე მოდის ეს ადამიანი. და აი როგორ მოდის ეს ადამიანი. როგორ მოდის. მოდის ძალიან კარგად, უკვე რაღაც წინადადებით, შემოთავაზებით, ურთიერთობით, ანუ შეიძლება გაიაზროს ეს ყველაფერი და უკვე მოუნდეს თქვენთან თანაცხოვრება, ოჯახის შექმნა, ან უბრალოდ ერთად ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში სტაბილურად მოვა. უბრალოდ ამ პერიოდმა უნდა გაიაროს. ახლა მე არ ვიცი, 1 თვე მაქსიმუმ. იმიტომ რომ მაინც გავლენა აქვს ამ თვარის დაბნელებას, მაგრამ ეს ადამიანი უკვე გზაშია და გამოჩნდება. დაელოდეთ. ეს ყველაფერი მინდოდა მეთქვა იმისთვის თავიდან დასაწყისი რაც ვთქვი, რომ გაითვალისწინეთ, რომ ხვალ ესეთი დღე რო იქნება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თავი ხელში აიყვანეთ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, არ იფიქროთ ცუდზე, აი, დავდებ ამას. თვარის დაბნელება, კარმა პირდაპირ აწერია, ნუ ახლა მეტი რა ვთქვა. ყველა გადის მეტნაკლებად ამ დღეს და ღმერთო მშვიდობით
გადაგვატანინე ხვალინდელი დღე და მისი კიდე მომდევნო დღეები, როცა მთვარე იქნება ესეთ დაბნელების აი ამ გავლენის, დიდი გავლენის და ნეგატივის ქვეშ. მშვიდობას უსურვებ მთელ სამყაროს და თქვენც, ვინც ეხა მიყურებთ, დამილაიქეთ და მომწერეთ კომენტარები თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა და თუ ცოტათი მაინც რეზონირდა და თუ მოგწონთ საერთოდ ჩემი გაშლები, რომ გავიგო, რომ გავაგრძელო თქვენთვის გაშლა და კიდე ბევრი რეკომენდაციები და რჩევები მოგცეთ ამ აი ესეთ რთულ ტურბულენტურ და არაადეკვატურ რო იყვიან სიტუაციებში, რასაც ხედავთ დღეს. აბა თქვენიცით. მადლობა.